Factory მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული creational ტიპის დიზაინის პატერნია. ის აკონტროლებს ობიექტის შექმნის პროცესს, თუმცა კოდი გაცილებით უფრო მოქნილი და გაფართოებადი გამოდის. ამ პატერნს ასევე უწოდებენ ვირტუალურ კონსტრუქტორს, რადგანაც ის მუშაობს როგორც კონსტრუქტორი, თუმცა კოდი გაცილებით უფრო მარტივი, გაფართოებადი და მარტივად ტესტირებადი გამოდის. თუ გინდა მეტი გაიგო Factory მეთოდის შესახებ, უყურე აუცილებლად ამ ვიდეოს ბოლომდე. Factory მეთოდი მხოლოდ ერთ-ერთი ტიპი არის Factory პატერნების ოჯახიდან. არსებობს ასევე Simple Factory და Abstract Factory. თუმცა Simple Factory ამოღებულია წიგნიდან, რომელშიც პირველ ვიდეოში ვისაუბრეთ და ამ ვიდეო სერიებში ჩვენ გავივლით მხოლოდ Factory methods და Abstract Factories. ამ ვიდეოში ავხსნით რა არის Factory მეთოდი, გავიგებთ მის მონაწილეების შესახებ, პროდუქტი, კონკრეტული პროდუქტი, შემქმნელი, კონკრეტული შემქმნელი. ასევე გავივლით რეალურ მაგალითს, შეტყობინებების გაგზავნის სისტემა, სადაც შევხედავთ კოდს მანამდე სანამ Factory მეთოდს შემოვიღებდით, სადაც კონკრეტულ იმპლემენტაციებს ვიყენებთ კლიენტის კოდში და შევხედავთ კოდს შემდეგ, როდესაც შემოვიღებთ Factory მეთოდს და დავინახავთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ამ ვიდეო სერიების მაგალითებში მე ვმუშაობ PHP-ის პროგრამირების ენაში, თუმცა ამან არ დაგაყოვნოთ, არ შეგაფერხოთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ეცადეთ გადაიტანოთ კოდი იმ პროგრამირების ენაში, რომელშიც თქვენ კომფორტულად მუშაობთ. ასევე ამაში შეიძლება დაგეხმაროთ UML დიაგრამები, რომელიც მოყვანილი არის ვიდეოში. მოდით მოვიყვანოთ პატარა მაგალითი. დავუშვათ მუშაობ პროგრამაზე, რომელშიც ერთ-ერთი მოდული არის შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებელთან. ვაგზავნით SMS შეტყობინებას ან email შეტყობინებას, როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება, პაროლის აღდგენას ცდილობს, ან ნებისმიერი სხვა ტიპის ოპერაციას ასრულებს. ამ თითოეული არხისთვის ჩვენ გვაქვს კლასი და ამ კლასიდან ობიექტის შექმნით და მეთოდის გამოძახებით, მაგალითად მეთოდი send, ვაგზავნით შეტყობინებას მომხმარებელთან. თუ ჩვენ ამ ობიექტს ვქმნით კონკრეტულად კლიენტის კოდში, ეს ნიშნავს, რომ კლიენტის კოდი დამოკიდებული არის კონკრეტულ იმპლემენტაციაზე. და ეს ასევე ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მომავალში ამ კლასში შევიტანთ ცვლილებებს, ან დავამატებთ ახალი შეტყობინებების აქვს, მაგალითად Slack notification-ი ან push notification-ი, ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ კოდში ყველა ის ადგილი, საიდანაც ჩვენ ვაგზავნით შეტყობინებებს და შესაბამისი ცვლილებებით შევიტანოთ. ეს ნიშნავს, რომ კლიენტის კოდი დამოკიდებული არის კონკრეტულ იმპლემენტაციაზე და ეს არ ღვევს Solid-ის პრინციპებსაც. ზუსტად ამ პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება Factory მეთოდი. ის ჩვენს მაგივრად ქმნის ობიექტს, ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიცით, რომელი ტიპის ობიექტი შეიქმნა, ჩვენ მხოლოდ ვიცით მისი მეთოდების შესახებ, რომელიც აღწერილი არის ინტერფეისში და თუ კლასში შევა რაიმე ტიპის ცვლილებები ან დაემატება ახალი ტიპის ობიექტი, ჩვენ ეს არ შეგვეხება, რადგანაც ობიექტის ინიციალიზაცია ხდება Factory მეთოდის უკან. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მეთოდებს, რომლებიც აღწერილი არის ინტერფეისში. Factory მეთოდის დიზაინის პატერნში გვხვდება 4 ძირითადი კომპონენტი. პირველი არის პროდუქტი, რომელიც არის ინტერფეისში, რომელშიც არის აღწერილი მეთოდები, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს კონკრეტულ პროდუქტში. შემდეგ მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც არის პროდუქტის ინტერფეისის იმპლემენტაცია. შემდეგ გვაქვს შემქმნელი, რომელიც არის ინტერფეისი ან აბსტრაქტული კლასი, რომელშიც აღწერილი არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას კონკრეტული პროდუქტი და შემდეგ გვაქვს კონკრეტული შემქმნელი, რომელიც არის შემქმნელის ინტერფეისის ან აბსტრაქტული კლასის იმპლემენტაცია. მოდით ვნახოთ, როგორ გადმოვიტანთ ამ კომპონენტებს ჩვენ კოდში. ჩვენ გვაქვს ინტერფეისი, notification channel ინტერფეისი, რომელიც ამ შემთხვევაში არის პროდუქტი, რომელშიც აღწერილი არის მეთოდი send-ი, რომლის იმპლემენტაცია უნდა გააკეთოს კონკრეტულმა პროდუქტმა. შემდეგ მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, ახდენს notification channel ინტერფეისის იმპლემენტაციას და გვაქვს აუცილებელი მეთოდი send-ი აქაც. შემდეგ მოდის notification channel factory. ეს არის ან აბსტრაქტული კლასი, ან ინტერფეისი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის აბსტრაქტული კლასი, რომელშიც აღწერილი არის მეთოდი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას კონკრეტული პროდუქტი. შემდეგ მოდის SMS notification factory და email notification factory, რომელშიც ხდება იმ მეთოდების იმპლემენტაცია, რომლებიც ქმნიან კონკრეტულ პროდუქტებს. და ამ კონკრეტული პროდუქტების შექმნის შემდეგ, ჩვენმა კლიენტის კოდმა უკვე აღარ იცის, რომელი პროდუქტები შეიქმნა. დავხედავთ, როგორ შეიცვალა ჩვენი კლიენტის კოდი Factory მეთოდის პატერნის გამოყენების შემდეგ. შემომავალ პარამეტრად ჩვენ აღარ გვაქვს რაღაც შეტყობინების კონკრეტული ტიპი, ჩვენ გვაქვს notification channel factories იმპლემენტაცია, რომელიც გვიქმნის ობიექტს და შემდეგ მუშაობთ ამ ობიექტთან. კლიენტის კოდმა აღარ იცის, რომელი ტიპის ობიექტი შემოვიდა, რომელი კონკრეტული იმპლემენტაცია გვაქვს და ეს გვიგვარებს იმ პრობლემას, რომელიც აქამდე გვხდებოდა.
მოდით გავანალიზოთ ამ პატერნის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეებიდან გვაქვს მაგალითად კოდის უფრო მარტივად გაფართოება. რადგანაც თუ ჩვენ ძველ კლასებში შევიტანთ ცვლილებებს, ან ვამატებთ ახალ ობიექტის ტიპს, აღნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენ პროგრამაში ყველა ის ადგილი, სადაც ჩვენ ვიყენებთ ამ ობიექტის ტიპებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ მხოლოდ ახალი ობიექტის კლასი, ანუ კონკრეტული შემქმნელი და ჩვენი კლიენტის კოდი მუშაობს მხოლოდ შემქმნელის ინტერფეისთან, რომელიც გვიბრუნებს კონკრეტულ პროდუქტს და ჩვენ კონკრეტულ პროდუქტზე ვიცით მხოლოდ პროდუქტის ინტერფეისში აღწერილი მეთოდების შესახებ. ანუ, როდესაც ჩვენ ვამატებთ ახალი ტიპის ობიექტს, ჩვენ კლიენტის კოდში არაფერი არ იცვლება. მყარი დამოკიდებულებების შემცირება. იგივე რაც უკვე ვთქვით, ანუ კლიენტის კოდმა არ იცის კონკრეტული იმპლემენტაციების შესახებ. და მესამე არის მარტივი ტესტირება, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია ფაქტორი მეთოდის ობიექტი მარტივად ჩავანაცვლოთ mock ობიექტით და ვიმუშაოთ ტესტირებაში mock ობიექტთან. უარყოფითი მხარეებიდან გვხვდება ერთი, რომელიც არის კოდის სირთულე და ეს ზოგადად ყველა პატერნს თან ზდევს. რადგანაც ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვამატებთ ახალი ტიპის ობიექტს, ჩვენ მისთვის აუცილებლად უნდა შევქმნათ ახალი ფაქტორი კლასი. დღეისთვის სულ ეს არის ყველაფერი წესით, რაც უნდა იცოდეთ ფაქტორი მეთოდის შესახებ და თქვენთვის მაქვს ორი დავალება. პირველი, შექმნით რეპოზიტორი ნებისმიერ პლატფორმაზე, GitHub-ი, GitLab-ი, Bitbucket-ი სულ ერთია. დაარქვით მაგალითად design patterns და გააკეთეთ იმ კოდის იმპლემენტაცია, რომელიც მოვიყვანე ამ ვიდეოს მაგალითში. ან თუნდაც შექმნით თქვენი მაგალითი, წარმოიდგინეთ პრობლემა, რომელსაც შეიძლება წააწყდეთ და როგორ გადაწყვეტთ ამ პრობლემას ფაქტორი მეთოდის გამოყენებით. ასევე დაფიქრდით უკვე თქვენ არსებულ პროექტებში, სადაც შეგეძლოთ გამოგეყენებინათ ფაქტორი მეთოდები. და მეორე დავალება არის, რა თქმა უნდა, დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ იმ რეპოზიტორის ლინკი, რომელიც თქვენ შექმნით. შემდეგ ვიდეოში უკვე გავივლით ფაქტორი ოჯახის შემდეგ პატერნს abstract factories. აბა, მომავალ შეხვედრამდე.